სპორტისა და კულტურის აიბების თანამშრომლებისათვის საატესტაციო პროცესი 13 დეკემბრიდან დაიწყება. ამის შესახებ ვიცე-მერმა კოტე ქავთარაძემ აღნიშნული აიბების თანამშრომლებთან შეხვედრისას განაცხადა. ატესტაციის პირველი ეტაპი ტესტირებას მოიცავს, ხოლო მეორე ეტაპი გასაუბრება დაახლოებით ერთ კვირაში გაიმართება. ტესტი 100 კითხვისგან შედგება, აქედან 50 საკანონმდებლო, 50 კი მათემატიკური და სხვა ლოგიკურ უნარჩვევებისაგან შემდგარი კითხვებია. მინიმალური გასვლითი ქულა 65 შეადგენს. საბოლოოდ ატესტაციის პროცესს ორივე IP-ის 55-მდე თანამშრომელი გაივლის. პირველი ეტაპი ეს არის ტესტირება, რომელიც ჩატარდება ელექტრონული ფორმით ჩვენი უნივერსიტეტის ბაზაზე და მეორე ეტაპი ეს იქნება ერთი კვირის შემდეგ გასაუბრების სახით, რომელსაც ასევე ცალ-ცალკე IP-ების მიხედვით მოხდება მათი გასაუბრება. 13 დეკემბერს ეს ტესტირების ეტაპი უტარდებათ, ასე რომ ვთქვათ, კულტურისა და სპორტის IP-ებს. ჩვენ ვაპირებთ ამ პროცესის გაგრძელებას. დღეს გაგოცნეს პირობები, როგორი სახის იქნებოდა ტესტები დაახლოებით, რამდენი საკითხი იქნებოდა სხვადასხვა კანონებიდან. საშუალოდ ვარ მომზადებული, იმის გამო რომ დატვირთული გრაფიკი მაქვს. მაგრამ იმედით ვარ განწყობილი და ნახოთ რა შედეგს მომიტანს.